ძალიან საინტერესო დილის ფორმატის შემდეგ, სადაც ვისაუბრეთ პერსპექტივებზე და სავაჭრო ურთიერთობებზე ყაზახეთთან. უშუალოდ რა ვიცით ყაზახეთის შესახებ და ვიცით თუ არა ჯამში აი პორტფელის შესახებ რა პორტფელითაც არის ყაზახური საინვესტიციო ჯგუფები დღეს საქართველოში წარმოდგენილი. მეწუნეთ რომ ბევრი არაფერი არ ვიცით ამ კუთხით და აქედან გამომდინარე აუცილებელია რომ ზუსტად აი ესეთ ჩვენი ტიპის პლატფორმებით მაქსიმალურად მოვახდინოთ ინფორმაციის გაზიარება იმასთან დაკავშირებით თუ რა პერსპექტივებს უქადის ცენტრალური აზიის უმსხვილესი ბაზარი საქართველოს და დღევანდელი დილად ზუსტად ყაზახეთთან სავაჭრო ურთიერთობების დინამიკას დაეთმო. ასევე ვისაუბრეთ საქართველოში გემთმშენებელი ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივაზე. მოგვეხსენება ყველას ძალიან კარგად რომ 90-იანების დასაწყისში გემთმშენებლობა საქართველოში პრივატიზაცია შეეწირა და აქედან გამომდინარე დღეს ქვეყანას რომელსაც ზღვაზე აქვს გასასვლელი ელემენტარულად ფლოტი არ ყავს ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ამიტომაც აუცილებელი არის რომ ამ კუთხით როგორც სახელმწიფომ ასევე კერძო სექტორმა გამოიჩინოს მაქსიმალურად მეტი ინიციატივა. ამიტომაც აი ეს იყო დილის გადაცემის მოკლე რეზუმე, ვისაც აღიყურებიათ აუცილებლად მივიჭერთ რომ გადაახვიოთ და უყუროთ ძალიან საინტერესო აქცენტებს მოისმენთ. ახლა რაც შეეხება დღევანდელ შუადღის ფორმატს. ძალიან საინტერესო ორი ბლოკი გვექნება დღევანდელ გამოშვებაშიც და შესაბამისად გადაცემის პირველ ბლოკში რომელიც ჩვენი პარტნიორის Grant Thornton საქართველოს ეგიდით მზადდება, ვისაუბრებთ ტურიზმის განვითარების კომპონენტებზე და ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე, რომელიც Grant Thornton საქართველოსა და Welcome to Georgia შორის გაფორმდა. მე მინდა მივესალმო დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრებს. მაია სიდამონიძე, Welcome to Georgia-ს მართველი პარტნიორი, მოგესალმებით. მაია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ასევე ხატია გიორგობიანი, Grant Thornton საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო დეპარტამენტის უფროსი მენეჯერი. მოგესალმებით, ხატია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხდება ბაზარზე ესეთი ტიპის ურთიერთთანამშრომლობის კონტურების გავლება და შესაბამისად ისეთი მაღალი კალიბრის კომპანია, როგორც Grant Thornton საქართველოა და ისეთი მაღალი რეპუტაციის მატარებელი ბრენდი ტურიზმის მიმართულებით, როგორც Welcome to Georgia დამეგობრდნენ და შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო მიმართულების ასე ვთქვათ, ამოქოქვას მიეცემა დასაბამი ტურიზმის ბაზარზე. სანამდე ამ შემთხვევაში მემორანდუმის სიღრმეებში შევალთ, მე კიდევ ერთხელ მინდა რომ აი Welcome to Georgia-ს შესახებ ვუამბოთ ჩვენს მაყურებელს. იცის ძალიან კარგად ჩვენმა მრავალრიცხოვანმა პუბლიკამ აი საერთაშორისო დაჯილდოებების შესახებ, რომელიც ასე ვთქვათ, ორგანიზაციის ეგიდით ხორციელდება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა რომ აი ამ მიმართულებების სიღრმეებში შევიდეთ და ვთქვათ თუ რა არის ის აგური და აგურის თამასა, რასაც ტურიზმის განვითარებით Welcome to Georgia დებს. ასევე თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ჩვენი პარტნიორის მიამას ყავაც პარალელურად. ისმენთ ყურადღებით. Welcome to Georgia ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება უკვე 9 წელია საქართველოში არსებობს. 25 სექტემბერს ამ წლის გაიმართება უკვე რიგით მე-1000 საიუბილეო დაჯილდოების ცერემონია. იქნება საკმაოდ წარმომადგენლობითი, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ჩვენ ბევრი სიახლე შემოვიტანეთ ამ პროექტში, ერთის მხრივ განახლებული ნომინაციები, რომლებიც აბსოლუტურად ფარავს ყველა ასე ვთქვათ, ყველა სექტორს, რაც არის ინდუსტრიაში, მეორეს მხრივ პასუხობს ყველა იმ ტენდენციას, რაც არის გლობალურად და ადგილობრივად, მეორეს მხრივ ეს არის გარკვეულწილად რივენდინგი, თვითონ ფორმატი, ასე ვთქვათ, და პლატფორმის გამრავალფეროვნება, რაც აიხსნება იმით, რომ წლის განმავლობაში ჩვენ ვაპირებთ მრავალ აქტივობას ინდუსტრიისთვის, რაც იქნება მათი განვითარებისთვის და წინსვლისთვის და ცოდნის და ასე ვთქვათ, გამოცდილების გაზიარებისთვის მნიშვნელოვანი ერთმანეთში და ბოლოს რაც შეეხება დაჯილდოებას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაჯილდოების, ასე ვთქვათ, რაც არის კომპონენტი არის შეფასების პროცესი და ეს მთლიანად, ასე ვთქვათ, გარდაუქმნით Grant Thornton-თან ერთად ჩვენს გარანტორთან, რომელიც უზრუნველყოფს ამ შეფასების პროცესის გამჭირვალეობას, ობიექტურობას და სამართლიანობას, როგორც მიუკერძოებელი მხარე. ეს პროცესი იქნება აწი მრავალ კომპონენტიანი თავისი შეწონილი ფულებით, სადაც როგორც დარგობრივი ჟიურის წევრები ასევე იქნებიან, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული cross industry ბიზნეს წარმომადგენლები, რომლებმაც იციან ტენდენციები, ბიზნესის ოპერირება, სტრატეგიული მიმართულებები და ბოლოს საჯარო, ასე ვთქვათ, ხმის მიცემის პროცესი, რომელიც მთლიანი შეფასების 10% არის და ეს იქნება უკვე ონლაინ პროცესში, რომ საზოგადოებასაც და ასე ვთქვათ, მომხმარებელსაც კონდეს შეფასების, ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო არის, მაია, ძალიან საინტერესო არის, მე დაგიბრუნდებით აუცილებლად, მანამდე ხატიასთან მექნება ჩემი შემდეგი იყო. პარალელურად რეჟისორს თხოვ რომ გავუშვათ პირდაპირ ეთერში ვიზუალიზაცია, რომელიც მემორანდუმის, ასე ვთქვათ, კომპონენტებს ასახავს. ხატია უშუალოდ რა იქნება
კონტროლი ხა მაია ახსენა და ძალიან კარგად ახსენა, მაგრამ ნუ უფრო მეტი კონკრეტიკისთვის მინდა უკვე გრანტ ორტონის წარმომადგენელს დაგისვათ ეს კითხვა, შესაბამისად რა იქნება კომპანიის კონტრიბუცია უკვე ამ მიმართულებით და შესაბამისად ეგ ტურიზმი ხო რომელიც არის ჩვენი საფლაგმანო ერთ-ერთი საფლაგმანო დარგი, აუცილებელია რომ აი ამ კუთხით მოხდეს აი ეს ტიპის მემორანდუმების გავლება, მათ შორის იგივე ურთიერთთანამშრომლობის კომპონენტების განსაზღვრა, ისევ და ისევ ერთ ძალიან მნიშვნელოვანი უზენაესი მიზეზის გამო. ხარდი დაუჭიროთ ტურიზმის სექტორს. მას შესაძლოა მე მაინტერესებს რა იქნება გრანტ ორტონ საქართველოს მთავარი კონტრიბუცია ამ მიმართულებით. მაიამ როგორც ახსენა უკვე ჩვენი ყველაზე მთავარი ტერმინი აქ არის დამოუკიდებლობა, ობიექტურობა და მიუკერძოებლობა და ზუსტად ამიტომაც შედგა მაიასთან ჩვენი თანამშრომლობა. როგორც იცით, ჩვენ როგორც აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, ესე პლეიერები არ ვართ ტურიზმის სექტორში და შესაბამისად ესეთი პირადი ინტერესი ან კომერციული ინტერესი არ გვაქვს ამ სექტორთან. შესაბამისად გვაძლევს ეს იმის შესაძლებლობას, რომ ვიყოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი და რაც შეეხება ჩვენს კონტრიბუციას, ზუსტად ამიტომ შევქმნით ჩვენ მეთოდოლოგია, შეფასების მეთოდოლოგია თვითონ Welcome to Georgia-თვის, რის მიხედვითაც შევაფასებთ თითოეულ ბიზნესს, რომელიც დარეგისტრირდება თვითონ კონკურსში. ამის გარდა, როგორც იცით, ეს არის გრძელი პროცესი, დაიწყო მაისში და დასრულდება სექტემბერში. ვუყურებთ ამ ყველაფერს კოორდინაციას, ჟიურისთან, დარგოლ ექსპერტებთან და ასე შემდეგ, შესაბამისად ეს ნაწილიც გადავიბაროთ. კი ბატონო, აი უბრალოდ ინგლისურად თუ შეგიძლია გვიანბოთ კრიტერიუმების შესახებ, აი შეფასების კომპონენტების შესახებ და ასე შემდეგ, ეს ძალიან საინტერესოა და სხვადასხვა მე არ მახსენდება, როდესაც აი ესეთი ტიპის ნოუ-ჰაუების იმპლემენტირება მომხდარიყო, აი მსგავსი ტიპის მოდიშ მოვითხოვ, მაგრამ რეალურად Welcome to Georgia ერთგვარი ტურიზმის ნეტვორკიც არის, ხო? ჯამში, ნუ ერთგვარი კი არა, პირდაპირ მნიშვნელობით ნეტვორკი არის. აქედან გამომდინარე, აი მე მაინტერესებს რა იქნება ის საბაზისო კრიტერიუმები, რის საფუძველზეც მოხდება შეფასება იმ მეთოდოლოგიის საშუალებით, რომელიც გრანტ ორტონ საქართველოს ეგრით არის დენომინირებული. ერთიანობაში მინდა წინასწარ ვახსენო, რომ არსებობს 36 კატეგორია, 36 კატეგორია სხვადასხვა წარმომადგენლები, რა თქმა უნდა. და თითოეულ კატეგორიას აქვს თავის კრიტერიუმები. არსებობს კრიტერიუმები, რომლებიც არის ყოვლის მომცველი და ეხება ყველა კატეგორიას. და რა თქმა უნდა, სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობს ისეთი კრიტერიუმებიც, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი სპეციფიკისთვის არის განკუთვნილი. იმისათვის, რომ ეს შეფასების პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად სამართლიანი, შევინარჩუნეთ ეს სქემა, არსებობს, ასე იგი, ყოვლის მომცველი კრიტერიუმები და შემდეგ გადავდივართ უკვე ესეთ დარგობრივ და სპეციფიკურზე. ეს არის განსხვავებული თვითონ სექტორიდან სექტორამდე და შესაბამისად ერგება, ანუ ჩვენი მეთოდოლოგიით მაქსიმალურად ვერგებით თითოეულ დარგს და სექტორს. კი ბატონო, ძალიან საინტერესო არის. აი, დაგიბრუნდებით. ესე იგი, წლიდან წლამდე ჩვენ რაც გვახსოვს და საკმაოდ დიდი პორტფელი, დიდი პრეისტორია დააგენერირა ამ წლების განმავლობაში Welcome to Georgia-ამ და არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი რომ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა საქართველოში ტურიზმის განვითარების კუთხით და მე ეხლა მეც არაერთი ასე ვთქვათ ღონისძიების სტუმარი ყოფილვარ და რაც მინახავს საკუთარი თვალით ეს მართლა ჭეშმარიტად ნეტვორკი არის, როდესაც აი სხვადასხვა დარგის და სხვადასხვა მიმართულებების წარმომადგენლები, რომლებიც უბრალოდ არიან აი ამ ასე ვთქვათ იდეოლოგიით შეპრობილები რომ ხარი დაუჭირონ ტურიზმს, იძლევა ძალიან კარგ საშუალებას რომ აი ამ ყველა ბენეფიციარ სუბიექტს ერთ სივრცეში მოუყაროთ თავი, დააჯილდოვოთ, გადასცეთ შესაბამისი პრიზები და ასე შემდეგ და ასე. ეს ძალიან მაგარია. აქედან გამომდინარე, აი მე ორ ნაწილად მინდა ჩემი კითხვა გავყო. პირველი, წარმომადგენლობის თვალსაზრისით. პირველი, აი რა კალიბრი იქნება წარმოდგენილი ამ შემთხვევაში აი მომდევნო ღონისძიებაზე ეს ერთი და მეორე. თვითონ აი ნეტვორკის პრიზმა, ხო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის თვალსაზრისით, ინფორმირების თვალსაზრისით და ასე შემდეგ, აი ამ კუთხით რა ვექტორები იქნება გავლებული უკვე. ერთის მხრივ გეთანხმები ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიებაა. მთელი ამ 9 წლის განმავლობაში უკვე 4000-მდე კომპანია არის და კომპანიის ნეტვორკი, რომლებიც ან იყვნენ ნომინანტები, ან გამარჯვებულები ამ ასე ვთქვათ 9 წლის განმავლობაში. მე-1000 საიუბილეო წელი, რა თქმა უნდა, იქნება გამორჩეული, თუნდაც გამორჩეული იმითი, რომ ჩვენ არა მარტო ნომინანტებს, არამედ წინა წლების გამარჯვებულებსაც ვეპატიჟებით ამ ღონისძიებაზე, იმიტომ რომ გვინდა რომ ეს ღონისძიება არა მხოლოდ იყოს რაღაც ასეთი კონკურენცია მეგობრულ გარემოში, არამედ სადაც ხდება ბიზნეს ურთიერთობების გამყარება რეალურად, სადაც მოხდება გაძლიერება ერთმანეთის და ერთად ასე ვთქვათ აღნიშნავთ იმ წარმატებას და მიღწევებს, რისთვისაც ყველა შრომობს მთელი წლის განმავლობაში. 600 ადამიანამდე იქნება 25 სექტემბერს
სექტემბერს წარმოდგენილი მინიმუმ 300 კომპანია. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიება, რაც სექტემბერში ხა 25-ში არის დაგეგმილი, ამიტომ ჩვენ ძალიან ვემზადებით ამ ღონისძიებისთვის, იმიტომ რომ ეს ღონისძიება არა მხოლოდ გამარჯვებულებს გამოავლენს, არამედ ყველას აბსოლუტურად მისცემს იმის საშუალებას, რომ ერთად თავიანთი მუშაობის და შრომის, ასე ვთქვათ, შედეგები აღნიშნონ და წარმატებან. კი, და კიდევ ერთხელ ეს არის ერთგვარი მამოტივირებელიც საბოლოო ჯამში ქართული ტურიზმისთვის, რომ მივცეთ კიდევ ერთხელ სექტორს ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი და ძალიან მიხარია, რომ ასეთი კომპანია, როგორც არის Grand Thornton საქართველოს, იქნება ამ შემთხვევაში ღონისძიების ერთგვარი საკადასახადო გზამკვლევიც, თამამად შეიძლება ითქვას. თვითონ მნიშვნელობა და ამ შემთხვევაში აი ასეთ ღონისძიებაში ჩართულობა, ხო? აი ესეთი კომპანიის, როგორც Grand Thornton არის საბოლოო ჯამში, აი რა ტიპის სტიმული არის ხა თქვენ გაქვთ დაფიქრი ამაზე? და საორგანიზაციო ჭრილში და მე მაინტერესებს აი თვითონ აი თქვენი მოტივი რა არის ამ შემთხვევაში ცოტა რიტორიკული კითხვა გამომდის იმიტომ რომ ყველას მოტივი იმთავითვე ჩვენი გადაცემის მოტივი ზუსტად იმაში მდგომარეობს რომ მაქსიმალურად მეტად გავიტანოთ ხმა თვითონ ქართული ტურიზმის შესახებ აქედან გამომდინარე თვითონ Grand Thornton-ის მოტივზე და მიზანზე მინდა გითხოთ Grand Thornton-ისთვის ეს ღონისძიება Welcome to Georgia არ არის რაღაც მორიგი თანამშრომლობა, მორიგი პარტნიორობა ამ ყველაფერს ჩვენ ვუყურებთ როგორც ერთსახით პლატფორმას, განვითარების პლატფორმას, სადაც ჩვენს გვაქვს უფლება რომ შევიტანოთ ჩვენი პატარა წვლილი და შესაბამისად შევთავაზოთ ამ ბაზარს პროფესიული მეთოდოლოგიები, პროფესიული მიდგომა და ესე ვთქვათ, გავაამყაროთ კონკურენტუნარიანობა თვითონ ამ ბაზარში. ეს არის ჩვენი წვლილი, რასაც ვხედავთ და ჩემი აზრით ძალიან კარგად ასახავს ჩვენი ჩართულობაც Grand Thornton-ის ღირებულებებს, ეს არის მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, რა თქმა უნდა. და როგორც გითხარით, ძალიან გვიხარია, რომ ესეთი თანამშრომლობა გვაქვს, რომელიც არის ორიენტირებული განვითარებაზე. მე ერთი რაღაც მინდა დავამატო, როცა ჩვენ ასე ვთქვათ დავიწყე ჩვენს თანამშრომლობაზე საუბარი, მანამდე მქონდა მე რაღაც პატარა კვლევა გაკეთებული და აღმოჩნდა, რომ ისეთი გლობალური ასე ვთქვათ დაჯილდოების პლატფორმები, როგორც არის 50 Best-ი, მაგალითად გასტრონომიის მიმართულებით, ან თუნდაც ოსკარები, აბსოლუტურად ყველა თანამშრომლობს ტოპ აუდიტორულ კომპანიებთან, რომლებიც წარმართავენ მათ შეფასების პროცესს და ნუ რა თქმა უნდა Grand Thornton საქართველოში და გლობალურადაც ერთ-ერთი ტოპ აუდიტორული კომპანია არის და მათთან ასე ვთქვათ მე გადავწყვიტე რომ შემეთავაზებინა ეს თანამშრომლობა და იყო ძალიან კარგი, იმიტომ ისინი ეგრევე დაინტერესდნენ, იმიტომ რომ არიან ტურიზმის ინდუსტრიის წინსვლით და ამ ეკოსისტემის ასე ვთქვათ განვითარებით დაინტერესებული და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული გრძელვადიანი თანამშრომლობა შედგება. მე ხა რაც მოვისმინე, გეთახმებით, მაგრამ აბსოლუტურად მე ხა რაც მოვისმინე, მეთოდოლოგიები, მიდგომები და ნორმატივები შესაბამისად, ეს არის ერთგვარი ნოუ-ჰაუ თქო ვერ ვიტყვი ქართული ტურიზმისთვის, მაგრამ ძალიან დეფიციტურიც ამავდროულად, იმიტომ რომ ეხლა მე და თქვენ რამდენი წლის წინ ჯერ კიდევ გვისაუბრია თუნდაც იმ გამოწვევებზე, ნაკმოვანებებზე, რაც ტურიზმის მიმართულებით არსებობდა და არსებობს, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მჯერა რომ ეს ტიპის ურთიერთთანამშრომლობის ვექტორების გავლენა, ხო, შესაბამისი კრიტერიუმების ფორმირება და ამ შემდეგ ერთგვარი კონსტიტუციაც იქნება, მათ შორის ქართული ტურიზმისთვისაც. მაშინ და მე მინდა გკითხოთ, აი საბოლოო ჯამში რამდენად საჭიროებს დღეს ქართული ტურიზმის ეკოსისტემა ისეთი გარემოს ფორმირებას, სადაც ესეთ წამყვანი კომპანიები საბოლოო ჯამში საკუთარ ხელწერას დაატყობენ, ჩვენ მოვახდენთ ცალკეული მიმართულებების პრინციპების, არ მიყვარს ხოლმე ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ მაინც უნდა გამოვიყენო გათეთრებას და რეალურად აი იმ სტანდარტიზაციის შემოღებას, რაც ფართოდ არის იმპლემენტირებული დასავლურ ტურისტულ ეკოსისტემებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი ტიპის კოლაბორაციები ზრდის პროფესიულ სტანდარტებს. ეს ახლა ჩვენ კი დაჯილდოებაზე გვაქვს აქცენტი, მაგრამ სინამდვილეში ხომ თავარი შინაარსი არის ის, რომ გაიზარდოს, ასე ვთქვათ, ის სტანდარტები, რაც არის მომსახურების მიმართულებით, რა ასე ვთქვათ, ტიპის გამოცდილებებს თავაზობენ ისინი მომხმარებელს, იმიტომ რომ როცა კრიტერიუმებზე ვსაუბრობთ, ესეთი თუ არ გავივლით ახლა ინდივიდუალურად კატეგორიების ნომინაციების, ასე ვთქვათ, კრიტერიუმებს არის მთავარი მომსახურების ხარისხი, ინფრასტრუქტურა მათი როგორი არის, რა ტიპის გამოცდილებას ისინი სთავაზობენ, სოციალური და მდგრადი პასუხისგებლობის საკითხები არის ციფრული რაღაცა ინოვაციები თუ აქვთ ან სერვისები, იმიტომ ეს ყველაფერი ერთის მხრივ არის ტრადიციული მიმართულებები, არის კიდევ ახალი ტენდენციები და რამდენად ბიზნესი დღეს ამას პასუხობს, იმიტომ რომ აუცილებელია მარკეტინგული კომუნიკაცია, მაგალითად სოციალური მედია, ეს შეიძლება წლების წინ აქტუალური საერთოდ არ ყოფილიყო, მაგრამ დღეს არის აქტუალური და მნიშვნელოვანია, რომ
ამ შეფასების პროცესში, რა თქმა უნდა, ის გეფიც ცხადი ხდება, რაც რეალურად არის ინდუსტრიაში. აი მაგალითად ერთ-ერთი კატეგორია არის excellence in service, ანუ მომსახურების ხარისხში ყველაზე ასე ვთქვათ, მაღალმდგომი კომპანია რომელია და გაგიკვირდებათ და ყველაზე ნაკლები რეგისტრაცია არის ამ ნომინაციაში. აქ უკვე ჩანს ტენდენცია, რომ ჩვენ არა ვართ ჩვენ თავში დარწმუნებული, როგორც ბიზნესი, რომ შეგვიძლია ვუზრუნველყოთ მომსახურების ხარისხი და პრინციპში ეს ყველამ ვიცით მომხმარებელმაც და ბიზნესის წარმომადგენლებს, იმ პრობლემა კომპლექსური არის. კადრების დეფიციტი არის კიდევ სხვა მიზეზები და გვინდა რომ ზუსტად ეს პრობლემები, რაც ამ შეფასების ასე ვთქვათ პროცესში ჩანს, ჩვენ შემდგომში აქტივობები დავნერგოთ ისეთი, რომ თან შევუწყოთ ამ კომპანიებს ხელი და ეს არ არის სხვადასხვა ცირ და საშუალო ბიზნესი, მსხვილი კომპანიებიც მონაწილეობენ ამ ყველაფერში და რეალურად პლატფორმა იქნება, სადაც მომავალში შეიძლება თვითონ ამ კომპანიებმაც გაუზიარონ ერთმანეთს ის გამოცდილებები და ასე ვთქვათ know-how, რაც არის ბაზარზე და იქნება სასარგებლო. ძალიან საინტერესო არის, ხა მე თქვენ არ გითხავთ ადამიანური რესურსის დეფიციტის ჭრილში არსებულ პრობლემებს და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენი უშუალო პროფილიდან გამომდინარე მინდა გითხოთ, აი უშუალოდ კომპანიის პრიზმაში, აი რა ტიპის გამოწვევებს ხედავთ თვითონ აი ტურიზმის ინდუსტრიაში და ეხლა თითოეულ აი ეს აქტიც თუნდაც ხო ეხლა გარკვეული პრობლემის გადაჭრაზე არის ორიენტირებული საბოლოო ჯამში და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს აქტი თუნდაც გადამდები იქნება ბევრი სხვა მიმართულებით მაგრამ იმისთვის რომ რაღაც გადამდები ასე ვთქვათ სინდრომი დავამკვიდროთ თუნდაც ამ ეთერიდან ხო ამის აუცილებელია რომ ჯერ პრობლემას გავუკეთოთ იდენტიფიცირებით მე მაინტერესებს აი დღეს სასტუმროების, არა მარტო სასტუმროების, ხო, ძალიან ფართო პროფილური არის ტურიზმის ინდუსტრია. რა გამოწვევებს ხედავთ დღესდღეობით, აი საგადასახადო მიმართულებით უპირველეს ყოვლისა და შესაბამისად აი რა ესე ვთქვათ, გამოსავლები შეიძლება ამ კუთხით ვიპოვოთ. ნუ პირველ რიგში მაიამ რაც ახსენა უკვე კადრების პრობლემა, რა თქმა უნდა, ყველა მიცით და გაცნობიერებული გვაქვს. ცხადია. გამომდინარე Welcome to Georgia's პროცესიდან დავინახეთ ისიც, რომ კომპანიები არიან ნაკლებად ინოვატიურები, ანუ უფრო ეშინიათ რაღაც ამ ექსტრა ნაბიჯის გადადგმა, უფრო ეშინიათ რაღაც უფრო გამოჩნდნენ განსაკუთრებულად რაღაც სფეროებში შესაბამისად, ინოვაციურობა აკლია ტურიზმის სექტორს განსაკუთრებით საქართველოში და რასაც ქართული მენტალიტეტია სავარაუდოდ უფრო დახმარების თხოვნა არის, აი საგადასახადო მხარეც რომ თქვა, დახმარების თხოვნა არის ხშირად გამოწვევა, იმიტომ რომ ყველა გონია რაღაც ყველაფერს თავისით მოერევა, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ ბიზნესის მართვა ეს უკვე საკმარისია და არის რაღაცები, რაც უნდა დავაუთსორსინგოთ, მივცეთ სხვას, გადავდოთ და ესე ვთქვათ, პროფესიულ ხელს ჩავაბაროთ. რა თქმა უნდა, ამიტომაც უნდა მიმართოთ პროფესიონალს და შესაბამისად პური მებურე უნდა გამოაცხოს პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით როგორც იყვია. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. აუცილებლად გავაშუქებთ ღონისძიებას, აუცილებლად კესტუმრებით და შესაბამისად მე მინდა წარმატებები გისურვოთ. წარმატებები Grand Thornton საქართველოს, წარმატებები Welcome to Georgia-ს, წარმატებები ამ ძალიან მნიშვნელოვან კოლაბორაციას და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული შედეგები ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ეგიდით უკვე ძალიან მალე გამოჩნდება და წარმატებები ვისურვოთ ჩვენს ტურიზმის ინდუსტრიასაც საბოლოო ჯამში. მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის, მომავალ შეხვედრამდე გემში დოყრით.